გარემოს დაცვის სამინისტროში ჩატარდა საჯარო დისკუსია ხდის ხეობაში ყაზბეგის 6 მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. შეხვედრაში გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, სამინისტროს სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობდნენ. მათ წარმოადგინეს შენიშვნები და მოსაზრებები ხდის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე. აქ არის უნიკალური ბუნება, რაც აღნიშნულია გარემოს დაცვის შეფასებაში, მაგრამ თავისთავად თვითონ ეს გარემოს დაცვის შეფასების ანგარიში არის გაუმართავი და არადამაჯერებელი. აკლია უამრავი შეფასებები, კვლევები, ანუ ფიქრობ, რომ ამას ძალიან საფუძვლიანი გადამუშავა უნდა, არათანამედროვე მეთოდებით არის შეფასება. ეს მოვიწვიეთ ადამიანები, რომლებმაც თავისი შენიშვნები მოგვაწოდეს და კომენტარები ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი და ჩვენ სწორედ მოვიწვიეთ ეს ხალხი, რომ ერთად დაასვენენ ექსპერტები, ვისაუბროთ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს და ესეც იქნება ჩვენთვის ძალიან კარგი როგორც გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დაგვეხმარება, რომელიც სავარაუდოდ მომავალ კვირას იქნება მიღებული.